ალბათ ყველას მინდა რომ ფინალში ვითამაშოთ და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან საფეხბურთო კლუბ ზესტაფონის გულშემატკივრებმა აქცია გამართეს. კომაგების სამინისტროსგან და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისგან კლუბ ზესტაფონში ფინანსური პრობლემების მოგვარებას და კერძო და მუნიციპალურ გუნდებში თანხების თანაბრად გადანაწილებას მოითხოვდნენ. მოგვიანებით ზესტაფონის გულშემატკივრებს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ლევან ყიფიანი შეხვდა. რომ მუნიციპალური კლუბები ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის კარგი არ არის, ეს ახალი ამბავი არ არის და ამის ნათელი მაგალითია თუნდაც ის, რომ თუ გადავხედავთ ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებს, ნახავთ, რომ იქ ფეხბურთელების 80% კერძო კლუბებიდან არის და არა მუნიციპალური კლუბებიდან. ჩვენი აქ მოსვლის მთავარი მიზეზი ის არის, რომ შევახსენოთ სპორტის მინისტრის დაპირებები, რაც რამდენიმე კვირის უკან ზესტაფონში გასცა. მინისტრის დაპირება იყო დაფინანსება დროული და დღეს არის ზესტაფონში ასეთი სიტუაცია შექმნილი, რომ გუნდს არა აქვს ელექტროენერგია, ხმება ბალახი, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო ბალახი იყო საქართველოში და ამით ეს სიტუაცია, რაც დღეს ზესტაფონში ხდება, არის ამ ორი ორგანოს, სპორტის სამინისტროს და ფედერაციის დიდი უსასრულობის დამადასტურებელი. პრობლემის მოგვარება ალბათ ერთობლივად ჩვენ ზესტაფონელებთან ერთად უნდა გადავწყვიტოთ, შესაბამისად გავესაუბროთ გუნდის ხელმძღვანელებს, ადგილობრივ მუნიციპალიტეტს და აქედან გამომდინარე გადავწყვიტოთ უკვე ის დავსახოთ ის გზები, რომელიც შეგვაძლებინოს, რომ ზესტაფონი ჩვეულ რიცხვში დაიწყოს ვარჯიში.